ხამივდივარ პატარა ქალაქ პაისში. გადავწყვიტე რომ ფეხით გამოსულიყავი დილის 8 საათია. ძალიან სასიამოვნო ამინდია. ხო და მინდა რომ გესაუბროთ სეზონურ დეპრესიაზე, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ზამთრის თვეებში დეპრესიაში ვარდება, განწყობა, უფუჭდება, მოწყენილი ხდება, აღარ უნდა გარეთ გასვლა. ძალიან ბევრს ჭამს, განსაკუთრებით შეიძლება ნახშირწყლებს უმატებდეს, ხო? ნახშირწყლების craving-ი, მოთხოვნა მარტივ ნახშირწყლებზე ეზრდება. და ვინაიდან ახლა ვარ მზიან გარემოში და ვინც ახლა საქართველოში მისვლა საქართველოში თოვლია როგორც ვიცი და უამინდობა, ზამთარი და ასე შემდეგ გადავწყვიტე რომ მოგცეთ რჩევა რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევით და როგორ ფიქრობთ ზოგადად განწყობაზე ბიოლოგიურად, გონება სხეულის პერსპექტივიდან, ვინც ამით მომართავს, რას ურჩევ ხოლმე, რას უნიშნავ, როგორ ვეხმარები, ხა სანამ მივდივარ და გზაში ვარ, ვფიქრობ ამაზე კარგს ვერაფერს ვერ გავაკეთებ, რომ შენ თუ ეს პრობლემა გაწუხებს, დაგეხმარო. პირველ რიგში როგორც მინდა აღიქვა ეს პრობლემა, არის ის, რომ ჩვენი ორგანიზმი, როცა ვითარდებოდა ველურ პირობებში, ბუნებასთან ჰარმონიაში. ანუ ის სიგნალები, რაც ჩვენთან შემოდის, ხო? ხანდახან გავჩერდები ხოლმე, იმიტომ რომ პირველად მოვდივარ აქ ფეხით და ძალიან ლამაზი ბუნებაა და თან ვათვალიერებ ამ ყველაფერს. ხო და ჩვენი ორგანიზმი განვითარდა ბუნებასთან ჰარმონიაში. ჩვენ გვაქვს თვალები, გვაქვს ნეირორეტინა. ამ თვალების უკან არის ბადურა, არის ნეირორეტინა. ეს ჩვენი თვალები არის ჩვენი ტვინის გაგრძელება. რაც გულისხმობს იმას, თან ახლა აღმართზე ვარ. საკმაოდ რთულია თან საუბარი და თან აღმართზე ასვლა, მაგრამ გამოწვევა ყოველთვის საინტერესოა. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ეს ნეირორეტინა, ანუ თვალები, რომელიც არის ჩვენი ტვინის გაგრძელება რეალურად და ცოტა იქით ჩავწერ ჯობია, იმიტომ რომ ბევრი მანქანები დადიან და ხმაური მიშლის ხელს. ხო, ვაგრძელებ ახლა ჩაწერას, საკმაოდ შვიდი ადგილია და მედია ისმის ყველაფერი, რასაც ვსაუბრობ. ხო, ესე იგი, რასაც გეუბნები არის ის, რომ ჩვენი თვალები არის ჩვენი ტვინის გაგრძელება. ჩვენი თვალების მეშვეობით გებულობს ჩვენი ტვინი გარემოში რა ხდება. ანუ დღე არის, ღამე არის, რა რაოდენობა არის ფოტონების. ეს ფოტონები, ხო, აი, როდესაც შემოუტრიალდები მზე მეცემა სახეზე, ხო, თვალებზე, ეს ფოტონები ეცემიან ამ ნეირორეტინას და ესე გებულობს ჩვენი ტვინი გარემოში რა ხდება. და ადრე ჩვენი წინაპრები ხო არ ცხოვრობდნენ ესე კაცრად შემოსაზღვრულ გარემოში, ხო, შენობებში. მათი სახლები ისე იყო აგებული, რომ როდესაც გათენდებოდა პირდაპირ ანათებდათ მზე, უფრო მარტივად გებულობდა მათი ორგანიზმი გათენდა თუ დაღამდა. ასევე ტემპერატურა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჩვენი ნეიროჰორმონული სისტემისთვის, ცირკადული რითმისთვის, ბიოლოგიური საათისთვის. ეს ბიოლოგიური საათი აქვს მთელ ჩვენს ორგანიზმს, ყველა უჯრედს. და ჰორმონული სისტემა საჭირო არის, რომ ყველა დონეზე რეგულირდებოდეს, ყველა უჯრედმა უნდა იცოდეს, რომელი საათია. რა ხდება სეროტონის, კორტიზოლის რეცეპტორი უნდა დავამზადო თუ არა, ყველა უჯრედს სჭირდება იცოდეს, რომელი საათია, იმიტომ რომ ეს განაგებს ჩვენი ორგანიზმის სიფხიზლეს ან კიდევ ძილს, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს კორტიზოლის სისტემა, გვაქვს მელატონინის სისტემა. ამიტომ ჩვენს ტვინს სჭირდება, რომ იცოდეს ჩვენ ღვიძავს თუ ბძინავს. და როდესაც ჩვენ ამ ბიოლოგიურ მოცემულობას არ ვითვალისწინებთ, ხო? ცხოვრობთ შენობებში, შეიძლება გავიღვიძოთ დილით, მაგრამ მზეს არ დავენახოთ, შენობის შიგნით ვიყოთ.
ეს არის მიზეზი, რატო შეიძლება დილით ჩვენ უენერგიოდ დგებოდეთ, გქონდეს იმისი განცდა, რომ კი აჰა, თქვათ, აზრები მაქვს, ხიზელი ვარ, მოძრაობ, მაგრამ ხიზლად არა ვარ, ენერგიულად არა ვარ, შემართებით არა ვარ. არა მაქვს დადებითი განწყობა. ხო? საიდან მოდის ესე დილით ავდექი და თავს გრძნობ მაინც დაღლილად. შეიძლება ღამე მეძინა კიდეც და მაინც არ გრძნობ თავს მოსვენებულად. ყველაზე მთავარი მიზეზი გონება სხეულის პერსპექტივიდან არის ის, რომ ჩვენ ავწდით, ნეიროჰორმონულად ავწდით ბუნებას. ბუნებასთან კავშირი გვაქვს დაკარგული. ბუნება ვეღარ მოქმედებს ჩვენზე. ანუ ზამთრის თვეებში ხა ისეთ რეგიონებში, სადაც მზე არ არის, ну საერთოდ შეგვიძლია კიდევ უფრო ღრმადად ჩავიდეთ და იმაზე დავფიქრდეთ, სად არის ნორმალურ ადამიანების ცხოვრება და სად არა. არსებობს გარკვეული მიზეზები, რატოც თქვათ, ჩრდილოეთ პოლუსებზე უფრო მეტი არის სხვადასხვა ავადობა, ეს დეპრესია იქნება თუ სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, იმიტომ რომ იქ ვიტამინიც უფრო ცოტაა, მზე უფრო ცოტაა და ეს რა თქმა უნდა პრობლემას უქმნის. იქ აცდენა ბუნებასთან კიდევ უფრო მეტია. და ნუ სამწუხაროდ ადამიანები ისე არა ვართ აგებულები, რომ სადაც არ უნდა დავსახლდეთ, ყველგან დავჩეთ ჯანმრთელები. ეს არის ჩვენს ორგანიზმს აქვს თავისი პრეტენზიები, თავისი მოლოდინები რა. როგორც არის მანქანას მოყვება თავის მანუალი როგორ უნდა მოიხმარო, ადამიანის ორგანიზმიც ესე არის, ამას თავის მანუალი აქვს, რას მოელის ჩვენი დნმ, მოელის რას, სადაც გამოიჭედა, ხო? როგორ გარემოში, როგორ პირობებშიც გამოიჭედა, ის სიგნალები სჭირდება სულ. იმიტომ რომ ჩვენი დნმ არც და წასულა, ჩვენი დნმ არის მეტნაკლებად ისეთი, როგორიც იმ პერიოდში გამოიჭედა, რა პერიოდშიც ყველაზე დიდი დრო გავატარეთ ადამიანებმა. ეხა ეს რას გონება? ჩვენ როცა ავწდით ბუნებას, ავწდით დღის შუქს, ავწდით მზეს, ხო? ჩვენს ტვინში აღარ შემოდის სწორი სიგნალები იმის თაობაზე, რა ხდება გარემოში. და ეს თუ გრძელდება წლების განმავლობაში, ეს კიდევ და უფრო მეტად ღრმავდება. ანუ, როდესაც გათენდება ჩვენმა ტვინმა თუ არ იცის რომ გათენდა ჩვენ ეს ვიცით როგორ კონცეფტის დონეზე რომ გათენდა, იმიტომ რომ ჩემმა ტელეფონმა მაგვიძარით დარეკა. მაგრამ ბიოლოგიურად როგორ ვეუბნები ამას ჩემს ტვინს რომ გათენდა. ხვდები რის თქმა მინდა, ანუ როგორ გებულობს ჩვენი ტვინი ბიოლოგიურად, ნეიროჰორმონულად, ენზიმურად, ბიოქიმიურად, როგორ გებულობს რომ გათენდა. ანუ რაც მინდა პრაქტიკული შევაქნათ, მე რომ გამოიტანო, ხო, არის ის რომ როდესაც გათენდება, მინდა რომ ცოტა ხანი გახვიდე გარეთ, ან აივანზე, ან ფარდა გადაწია, ფანჯარა გამოხსენი, დაგეცეს მზის შუქი. მზის შუქი რომცა იყოს მოღრუბლული დღე რომც იყოს, ხო, ფოტონები მაინც არის. მაინც კარგი არის რომ გარეთ გახვიდე და კონდეს იმისი განცდა შენ ორგანიზმს რომ გარეთ არის, ხო? ხილულ ზედაპირიან კანზე, ხილულ კანზე, განსაკუთრებით ამას არ უნდა ეფარებოდეს, ან სათვალე, ან კონტაქტური ლინზა, ან ფანჯრის მინა, შუშა არ უნდა ეფარებოდეს, ამას არაფერს უნდა იყოს ხილულ ზედაპირზე, ანუ კავშირი მზესა და შენ შორის უნდა იყოს უწყვეტი, რომ ფოტონმა მიაღწიოს შენს ნეირორეტინამდე და ამან გააგებინოს ტვინს რომ გათენდა. ეხლა ნახე რა ხდება. მიზეზი, მთავარი მიზეზი, რატოც შესაძლებელი არის რომ ღამე კარგად არ გძინავს, არის ის რომ ღრმაძილში ვერ ჩადიხარ, ღრმაძილის გაწყვეტის, ღრმაძილის დამსუბუქების, გაფუჭების ყველაზე ხშირი მიზეზი არის ხოლმე ქრონიკული კორტიზოლი. ანუ თუ შენი ტვინი ქრონიკულად არის კორტიზოლის მდგომარეობაში ჩაძირული, აუცილებლად ექნება შენს ტვინს ჩაძინების პრობლემა. ამასობაში ცოტა დაცხა, ხანდახან ვაპაუზებ, რომ დავისვენო. ესე იგი, რასაც გეუბნები არის ის, რომ თუ ქრონიკულ სტრესშია შენი ტვინი ჩაძირული, აუცილებლად ექნება ჩაძინების პრობლემა. მიზეზი, რატოც ორგანიზმმა არ იცის ხშირად კორტიზოლის მაღალ დონეს სხვა ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ
შენი ტვინი ვერ გებულობს, როდის არის ღამე გარეთ, როდის არის დღე ღამეთ. ან შეიძლება არეული ჰქონდეს ეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი. შერაც კიდე გააგებინო შენს ტვინს, როდესაც დილით გათენდება, ხო? გარეთ გადიხარ, ანახებ თვალებს ძეს, ანახებ თვალებს დღის შუქს, მოღრმული დღე არის, დღის შუქი მაინც ხო არის, ხო? ანახებ ამას და შენი ტვინი ნენელა სწავლობს, გებულობს, რომ გათენდა. იდეალურ შემთხვევაში შენი საწოლიდან წარმოდგომა უნდა უდრიდეს გარეთ გასვლას, იმიტომ რომ უმეტესი ადამიანი შეიძლება მაღვიძარით იღვიძებს და მაღვიძარით გაღვიძება არაფერს არ ნიშნავს ჩვენი ორგანიზმისთვის. კი შენ ცნობიერად აზრის დონეზე გაქვს, მაგრამ უჯრედებმა როგორ უნდა გაიგონ, კიდევ ერთხელ რომ გათენდა, ხო? ამიტომ საჭირო არის რომ საწოლიდან წარმოდგომა უდრიდეს გარეთ გასვლას და ამიტომ საჭირო არის რომ საწოლიდან წარმოდგომა უდრიდეს გარეთ გასვლას და შენი თვალების მზისთვის შეგებებას. იგივე ლოგიკა მუშაობს ღამით, როდესაც შებინდება, რა გინდა ამ შემთხვევაში? როდესაც შებინდება, გინდა რომ შენს ტვინს გააგებინო რომ შებინდა. რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, ნეირომეცნიერებმა, როდესაც ამას იკვლევდნენ, იყო ის რომ აღმოჩნდა რომ შებინდებისას როგორც იღებება ცა, რა ფერებითაც იღებება, ეს არის ამის დანახვა. ტვინისთვის არის ერთ-ერთი მთავარი სიგნალი იმისთვის, რომ შენმა ტვინმა გაიგოს, რომ უნდა მოემზადოს დასაძინებლად. და ამ ორის გაკეთება გენიალური რატოც არის, გენიალური ჩარევა შენი ჯანმრთელობის რატოც არის ის რომ ბუნებრივად მოგიწესრიგებს კორტიზოლის და მელატონინის დონეს. თუ შენი ძილის დარღვევა არის, დეპრესია არის თუ რა არის წმინდა სეზონური, ხო? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მექანიზმი, მაგარი ჩარევა, რაც დაგეხმარება რა, რომ ბუნებრივად აგიმაღლდეს განწყობა. თუ ეხა სტრესიც ერთვის იქ, სამსახურის სტრესი ან ურთიერთობების სტრესი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ ეყოფა. მაგრამ ეს ჩარევა ძალიან მნიშვნელოვნად დაეხმარება შენთვის, რომ სწორად დაალაგოს. როდის უნდა გაზარდოს კორტიზოლის დონე, კორტიზოლი იდეაში უნდა იზრდებოდეს დილით, რომ გამოფხიზლდე, ხო? თუ კარგად გეზრდება კორტიზოლი, შესაძლებელი ყავაც აღარ გჭირდებოდეს, ისეთი ფხიზლად გრძნობდე თავს, ხო? და ღამით კიდე კორტიზოლი უნდა შეგიმცირდეს, რატო? იმიტომ რომ ძილში წახვიდე და მელატონინის დონე უნდა დაგეზარდოს იმისთვის, რომ დაიძინო, იმისთვის, რომ მოისვენო. ანუ ძილში ტვინი შედის დაბალი კორტიზოლის დონით და მაღალი მელატონინის დონით, ხოლო ძილიდან ორგანიზმი გამოდის მაღალი კორტიზოლის დონით და დაბალი მელატონინის დონით. ადენოზინზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ადენოზინიც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შენი ტვინი შევიდეს ძილში, ხო? აი, როდესაც ადამიანი ყავას ვარს, ყავა რასაც აკეთებს არის ადენოზინის რეცეპტორებს ბლოკავს და ადენოზინი არის ძილის სიგნალი ტვინისთვის, დღის განმავლობაში, როდესაც შრომობ, მოქმედებ, ფიქრობ, გადაადგილდები, ადენოზინის დონე იზრდება. ადენოზინის დონე რო იზრდება, ღამისთვის უკვე საკმარისად მომატებულია იმისთვის, რომ ეს ტვინთან მივიდეს და უთხრას, რომ დამაძინე, ჩამაძინე, მომასვენე. თუ ყავას ბევრს თვალ დღის განმავლობაში იმის გამო, რომ ღამით არ გეძინა, ამას აქვს კიდევ უფრო დამამძიმებელი ეფექტი, ანუ დაღმავალ სპირალზე მიდიხარ. ადენოზინი ვეღარ ეუნება შენს ტვინს, რომ დაიძინოს, ხო? და შესაბამისად ჩაძინება ღამით გიჭირს, ან საერთოდ არ გძინავს, ხო? უძილობა ან კიდე ზედაპირული ძილი შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმის, რატოც შეიძლება იმყოფებოდეს სეზონურ დეპრესიაში, დაქვეითებულ ბუნება განწყობის მდგომარეობაში, რომელსაც სხვადასხვა ესენი აქვს, ხო, გამოვლენებები, დაქვეითებული კონცენტრაცია, დაქვეითებული მეხსიერება, შენელებული აზროვნება, შენელებული მოძრაობა, ქმედება ამაზე დეპრესიის ვიდეოში, რასაც ვსაუბრობ, ეს ყველაფერი ვრცელდება ამაზეც, ხო? და რა თქმა უნდა, როდესაც შენ ყავას ბევრს თავს ეს გაგივარესებს მდგომარეობას, უფრო დაგიმძიმებს მდგომარეობას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შენ ადენოზინის რეცეპტორებს ბლოკავ, ადენოზინი ვეღარ ეუნება ტვინს, რომ უნდა ჩაგაძინოს. და ესაც მინდა რომ გაითვალისწინო, რომ მომენტალურად კი ყავა შეიძლება გაფხიზლებდეს, მაგრამ
ჩვენ თუ ცუდი ძილი